გვერდით გადასცეთ ყოველი საქმე და თვალი მიაწევდეთ ცხოვრებას. იმერთ მეორე აღმაშენებლისა, მეფისა და სარდლისა, ვინც ქვეყნის მართვას შეუდგა მონახვრთისა, ხვანქრისას ტიტულით დააუხდა 12 წლის შემდეგ, გვირგვინის კურთხევიდან აღესრულა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ნახევარ საუკუნეს მიტანებული და ჟამს მიცვალებისას მის სამეუფეო მეჭედზე ამოტვიფრული იყო სიტყვები. ლომებრ მყეფე, მტექ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ. იშვიათად რგებია საქართველოში მიროცხებულ გვირგვინოსანს ასეთი პატივი და სიყვარული. არათუ შთამომავლობა, თანამედროვეებმაც კი უდიდესი შეფასება მისცეს მის სახელოვან საქმეებს. ერთი თანადროული დოკუმენტის ცნობით სოლომონმა დასაჯდა და დაამდაბლა ქვეყანასა შინათვის და მეშფოთარული, ქვეყნის ამბრევნი გვამი და ხომ მშვიდობა იმერეთსა შინა. 1809 წლის ჯუჯის წიგალში კი აღნიშნულია მეფე დიდი სოლომონი, რომელმან სამეფოი თვისით განსდევდა მრავლით ჟამით განმკვიდრული, ბილწნი, მაჰმედიანი და იწოდა ხრმალი მისი ძლიერი ზურგსა მას ზედა და შეღება მიწა საძაგითა, სისხლითა, მათითა და გარდააგდო თვისყიდვა იმერეთ სამარადისო. განანათლა სამეფო თვისი, განაშვენა სამღვდელოები, აღაყვავა ეკლესიანი ყოველ. მაინც ვინ იყო სოლომონ მეფე? ვით მოიხვეჭა ეს ოდენ დიდი აღიარება? საიდან მოვიდა? ანუ სიდგარ გახდა. ვის და საქმენი განაგრძოდა, ვის დაესაძირკვა ქვეყნის შენებაში? ვინ ედგა მხარში, ან ვის ებრძოდა ქვეყნისა და ტახტის ძლიერებისათვის? ამ და სხვა არაერთ საინტერესო კითხვას შევეცდებით გავცეთ პასუხი დღეს თქვენს წინაშე, ჩვენს ლიტერატურულ, ისტორიულ კომპოზიციაში ლომებრ მყეფე, მტექ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ. საუკუნე მე-18 ქრისტეს შობიდან, ხანა სისხლის მდინარეთა თქრიალისა, ეპოქა თურქოს მალთა და ლეკთა თარეშისა, ჟამი შინა გამყიდველთა ქვეგამხედვარობისა, შურისა და ბოხმის აყვავებისა, ჩირქისა და ბალღამის გარაღებისა ზურგში, მახვილის ჩაცემისა, წაქცეულის გადათელვისა ქრიობოლთა, დამძლავრებისა ოქრო, ვერცხლზე დახარბებისა საკუთარი, თვის ტომის დავიწყებისა უწყო წინაშე, ქედის მოდრებისა. ვისაც არ ჯერად ისმინეთ გამოსვლა პირველი ერისაგანი. რაღამე დამავლეთ ხელი და გავომიყვანეთ მილეთის ხალხის წინაშე. ჩემი მსგავსნის და გაცილებით უარესნის მრავლად მოიწებნებიან საიმერეთოს. მერით ვნახეთ გამორჩეული. დადუვდი, ბრიყვო, ვიხარ? არავინ. საიდან მოდიხარ? არ საიდან. საით გაქვს გეზი? არ საით. ხატი შენი. ვერცხლი. სამშობლო შენი. ჩემი ციხე მამული. მოყვასი შენი. რაიას მოყვასი. ძდეკ უბედურო. აი შვილნო ჩემნო ტიპიური წარმომადგენელი იმერეთის ერისკაცთა, რომელიც ასობით და ათასობით დახვდა სახელმწიფოში სოლომონს. ისინი როგორც სურბელების სისხლს წოდნენ ქვეყანას. ათასობით თანამემამულეს ოსმალთა ბაზრებზე ჰყიდნენ. დედაშვილს საცილები, ქმარს სოლს და ძმას ბაბუა შვილიშვილს. ასეთი არავინებით იყო სავსე ქვეყანა და კაცმა არ იცოდა საით მიექანებოდა იქ. საერონი ერის წინაშე ცოდავდნენ. სამღვდელონი კი საქართველოს არაერთხელ ჰქონია ჟამი ძნელბედობისა, როდესაც ყოფნა არ ყოფნის სასწორზე დამდგარა მთელი ქვეყნის ბედი. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სამოქმედო ასპარეზზე კომეტასავით გაიელვებდნენ ერის უსაჩინოესი შვილები, დიდი მეფეები, სარდლები, მოაზროვნენი და მათი მეთაურობით ქვეყანა თავს აღწევდა განსაცდეს. რამდენი ერთი ჩამოთვალოთ, თუნდაც ფასმანი გავიხსენოთ ყველად წოდებული წელში რომ გამართა რომაელთაგან დაბრიყვებული იბერია. ამ დიდი ვახტანგ გორგაცალი, რომლის გონიათურ ნაბიჯებს ქვეშ თვითიან ბუზით ზანგზარებდა, ვინც ირანელთა ძლიერება შემუსრვა და ოფსნი, ქართლით გადარეკა. თუნდაც აშოთ კურაპალატი გავიხსენოთ, არაბთა ბატონობის ჟამს ტაოკლარჯეთის სამეფოს რომ ჩაუყარა საფუძველი. ან დავით კურაპალატისა და საქართველოს გამაერთიანებლის, მეფე ბაგრატის ხსენება რადრიებს. დიდი დავით აღმაშენებელი, ძენი თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე დიდი, ვარსაბ მედგარი, დელი სვიმონი, დიდი ტანჯვაწამები, ცისხლისა და ოფლის ხრით, მხარმარჯვნივ თუ მხარმარცხნივ ხლის ქნევით მოაღწია საქართველო მე-18 საუკუნემდე და როდესაც ერთს გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ამუკაშკაშდნენ დაბინდულ ცისკიდულზე ელვარე სახელები. ლიხთამერეთში ეს იყო ერეკლე,
ტომით ბაგრატიონი, ძე თეიმურაზისა, პატარა კახაც წოდებული. ხოლო ლიხდიმერეთში მეფე სოლომონი, ტომით ბაგრატიონი, ძე იმერთა მეფე ალექსანდრე მეხუთისა, რომელმა მხოლოდ 50 წელი იცოცხლა და დროის სამცირე მონაკვეთში მოასწრო გაეკეთებინა იმდენი, რასაც სხვანი საუკუნეზე მეთხანს მოანდომებდნენ. დაიდგა წელი სამყაროს შექმნიდან ქრონიკონი 440, ხოლო ქრისტესით 1752. ოდეს მეფობის 22 ინდიქტიონს აღესრულა მეფე სრულიად საიმერეთოსი ღირსი ალექსანდრე და ტახტზე დააწიაღდგა მისი უფროსი ძე, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სოლომონი. წერეთლები! დაწერეთლო ჩვენია. ალავის შეგვედაოს თორემ აბაში ძეები! აბა არ გვეძლევს სიათხევისკენ, ვინმეს თვალი არ გამოეცეს. ჩვენია! აგია შვილები! ოგრიბა ჩვენია, ხაჭი პატრიკეთის ჩვენია. მიქელა ძეები! ცხენისწყლის გაღმა გამალღა, ვერავინ შეგვედავება. მიგავათეები! იმეს მერტი არ გაუწყრეს და საჩინოვანი თავისად არ დაიგულოს. ეს კუთხე ჩვენია. ჩვენი ძეები! სულიად ბაღდადი ჩვენია. ქვეყნის უმთავრეს ციხეებში თურქი მეციხოვნენი ისხდნენ. ესენი იყო ქუთაისის ციტადელი, ხმელის ციხე, შორაპანი, ცუცხვათი და სვერი. ამას გარდა ოსმალი ფლობდნენ შავი ზღვის პირას მდებარე დიდ ციხეებსაც. ბათუმი, გორიო, ციხისძირი, ანაკლია და ფოთი. ქვეყანას კალიებივით იყვნენ შესეული ტყვეთა-მწყიძველი და ყოველწლიურად 1000 ჭაბუკი და პირმშვენიერი ასული იყიდებოდა სტამბულის თუ კაირო ალექსანდრიის ტყვეთა ბაზრებზე. აი ასეთი თარებაში ავიდა ტახტზე სოლომონი. მოდით ერთი წუთით მე-18 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში გადავინაცოთ და ცადო დაღვადგინოთ ის შთაბეჭდილება, რაც მისმა გამეფებამ მოახდინა თანამედროვეებს. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე. შვილო ერეკლე, შიგრიგმა ამბავი მოიტანა. სოლომონი გამეფებულა ქუთაისს. რამდენად უტყუარია ეცნობა მეფეო. ჭეშმარიტად მართალი უნდა იყოს, ჩემი აზრით. მას რა სიტყვი მამა ჩემო? რა უნდა ვთქვა, შვილო? უფალმა დაგჩაგრა და ღვიძლი ძმა არ აკავს. აი სოლომონი იქნება შენი ძმაც და დასაყრდენის. ერთად იღვაწეთ ივერიის გაბრწყინებისთვის. რუსეთის საიმპერატორო კარი. სხვა რა ამბებს იწერება კონსტანტინოპოლიდან ჩვენი რეზიდენტი? ნედინსკის ქვეყანაში
ტახტზე სოლომონი ასულაო პლატფორმის. ეს რომელი მელეტინსკის ქვეყანაა? სად მდებარეობს? კავკასიაში ქვემო უდიდებულესობა. პრინც ერეკლეს სამფლობელოს მახლობლად, რომლის ელჩები ათანასი ამილახოროვი და სვიონ მაყაშვილოვი ამჟამად პეტერბურგში იმყოფებიან. რაღაც არ მახსენდება ასეთი სახელმწიფო, კნязь. ებაიმბოძე შეგახსენოთ ქვემო უდიდებულესობა. მელეტინსკის მეფე არჩილი და მისი ვაჟი ალექსანდრე, დეტარხსენებული მამა თქვენის პიოტრ ალექსეევიჩის განუყრელი მეგობარი და ჩვენი არმიის ფელდცეხმაისტერი. ხო, თითქოს რაღაც მახსენდება. თუმცა, რა დროს მელეტინსკის მეფეა? პრუსიიდან რა ამბები ისმის? ახალციხის საფაშო. მაინც დაეუბლა ხომ მამისე უტახტს გველის წიწილის სოლომონი. უხილდი როსტომ. ეგ გველის წიწილი. ისე თვალებში ხედება სულ მალე გველეშაპად გადაიქცევა და ყველას გადაკლავა. ოდა
სანამცულები არ გამაგრებია, მაგრამ უნდა გადავუმსხვიო ხერხემალი. ო, მაგრამ როგორ? ჩერჩერობით მაშა მხარს უჭერს. წერეთლების მისი ერთგულნი არიან. ეგ არაფერი. ასიოდექე საყურუში და ფაშა თხასავით გაყიდისო. ვიდრე ერისთავო, შიკრიკები გიახდნენ. შემოიყვანე. ვინ გამოგზავნა? გაბატონოს უნდა გამოგზავნა ერისთავი. და შენ? ლევან აბაშიძემ და მის რას თამარ დედოფალმა რაო, რა სიწერებია? სანამ ერისთავი მოკითხვის ზომბარად შეიკითხავდეს, მე მოკლედ მოგახსენე. მამუკა ბატონიშვილიცა და ლევან აბაშიძეც ასული სოლომონის წინააღმდეგობას თავაზობდნენ გოროზეის. რას გეუბნებოდი ბესარიო? ძმაო, ჩემო. ნახე თუ არა მოკავშირე გველის წიწილის წინააღმდეგ. სულ არაფერში მჭირდება ფაშას დახმარება. ასიქეს საყურუშიც დამეზოგება. ასე შეიკრა კოალიცია ახალგაზრდა მეფის წინააღმდეგ. ჭიყვავივი დაესწრნენ სოლომონს, რომელმაც ძლივს გააცრო გეგუთის ციხიდან და ახალციხეში ფაშასთან შეაფარა თავი. ფაშა განდრისხდა, როგორ თუ ჩემი ნებართვის გარეშე მეფე ტახტიდან ჩამოაგდესა და მაშველი ჯარი გამოატანა სოლომონს, რომელმაც კვლავ დაიბრუნა ტახტიდან მკაცრად დასაჯა შეთქმული. მეფე ამ უკანასკნელთა შორის მეფის რისხვას გადაუჩნენ როსტომ რაჭის ერისთავი და მისი ძმა კათალიკოსი ბესარიონი, მაგრამ დროებით. მეფე მორგული თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი მოკავშირის გამოძებნა დააპირა და ამ მიზნით ოდიშის მთავრის ოდია დადიანის ასულ მარიამზე დაქორწინდა. ამასთანავე გურიელი შემოირიგა და პირში ჩალა გამოავლო მისი დამხობის მოსურნე დიდებულებს. ამასობაში ახალციხის ფაშას კარზე შემაშფო